ვიდეოში მეც გაიგებთ ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუზე. ნახავთ ქამრებით ცემატყეპას. ყველაზე დიდ შეჯიბრებასაც განახებთ და უპრეცედენტო საქართველოს შექმნილ შავ ქამრებს. მოგესალმებით, დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს. პირველად ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ისტორიაში საქართველოს წარმოებული შავი ქამრები გვეყოლება. ეს ნამდვილად განსაკუთრებული დღეა ლეგიონისთვის და ქართული ჯიუ-ჯიტსუსთვის. აქამდე ყავდა თიძე ჩამოსათვლელი შავი ქამრები ქვეყანაში და მსოფლიო მასშტაბით ქართველები, თუმცა დღეს პირველად ქართული სკოლის გავლილი შავი ქამრები გვეყოლება, რაც ნამდვილად დამატებითი ფურცელია ქართულ ისტორიაში. ეხლა კი წამოვყევ ვარჯიშს. ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამრის აღებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება და საკმაოდ დიდი ფიზიკური ხარკიც. ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ არის საკმაოდ ეფექტური საბრძოლო ხელოვნება თავდაცვისთვის და ასევე MMA-შიც. MMA-ში მაღალი დონის ათლეტების უმეტესობა არიან ასევე ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ექსპერტები. მიუხედავად იმისა, ჩანს ეს თუ არა, მაღალ დონეზე საასპარეზოდ აუცილებელია ამბაზის ჰქონა. ჩვენი ერთ-ერთი ჩემპიონიც ილია თოფურიაც შავი ქამარია. ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ საჭიდაო სპორტია. ის რაღაცით გავს ჯუდოს, რაღაცით გავს ჭიდაობას, რაღაცით გავს სამბოს, თუმცა ჩვენთან მთავარი აქცენტი მიწაზე ბრძოლაზე კეთდება. მარტივად რო აგიხსნა, გამარჯვების ორი გზა არსებობს. გამარჯვებისთვის პირველი და საუკეთესო გზა არის მახრჩობელა ან მტკივნეული ლეთი, იმის რომ ოპონენტი დაგნებდეს. ასეთი არის მაგალითად სამკუთხედი, კიმურა, დარსი და სხვა უამრავი ლეთი და მათი ვარიაცია. მეორე გამარჯვების გზა არის დომინანტური პოზიციები. იქიდან საიდანაც დარტყმებს ეფექტურად განახორციელებთ. ამაში კი ქულები იწერება. ეს პოზიცია მაგალითად მაუნტი. ეს მაგალითად ნიომბელია. მუხლი მუცელზე. ეს კარგი კონტროლის პოზიციაა, გვაძლევს საშუალებას ასევე სხვადასხვა შეტევებზე გადავიდეთ და ასევე კარგი სიტუაციური კონტროლის პოზიცია არის. შეგვიძლია შვიდად ვიყოთ თუნდაც ქუჩაში ბრძოლის დროს. ქამრების სისტემა ჯიუ-ჯიტსუში საკმაოდ მარტივად გამოიყურება. სასრულებში სულ 5 ქამარი გვაქვს. ქამრის ცვლილება სისტემატიური ვარჯიშის პირობებში საშუალოდ სჭირდება 2-დან 3 წლამდე. ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში ნებისმიერი ქამრის აღებას, მით უმეტეს შავი ქამრის აღებას უნდა უნარების წარმოჩენა და დამტკიცება. ეს შეიძლება მოხდეს დარბაზში ტატამზე ან ბუნებრივია შეჯიბრებაზე. ახლა კი წაიყვანთ ძალიან საინტერესო ადგილას. როგორც დაგვიყვანეთ მოგიყვანეთ ამ საინტერესო ადგილას. AJP არის საერთაშორისო ტურნირი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გრანდიოზული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი არის აბუ-დაბი ხოლმე ყოველწლიურად და გლობალური მასშტაბით ტარდება სხვადასხვა ტურნირები, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ მოიპოვო ფულები, რეიტინგში მოხვდე და პოტენციურად დაფინანსება მოიპოვო გარკვეულ ზასრულთა დივიზიებში რა, პროფესიონალურ დივიზიებში.
ემოციის პიკი ჰქონდა დღეს. გუნდი როგორც ვახსენეთ წარმატებულად გამოვიდა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ და ავიღეთ ტროფი ნომერ პირველი გუნდის. ტურნირიც როგორც ასეთი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო და ყველაზე დიდი ალბათ რაც ქვეყანაში ჩატარებულა. ყავდა მაღალი დონის შავი ქამრები, რომლებიც ჩამოვიდნენ ქულების ასაღებად. ბევრი საინტერესო პერფორმანსი ჰქონდა, ასე ვთქვათ, გამოსვლა. მაგრამ რავი, მე მგონი დღე ბრაისონმა მოიპარა თავის გამოსვლით. შეგვიძლია მისი performance of the night გამოვარჩიოთ ყველა ქამრებს შორის. But it's mindset, you know, nerves come up always, doesn't matter how many times you competed. The nerves always come up, but you got to learn to deal with those nerves, you know. You got to come out here and you got to know that you're going to win, you're going to be the best. Not worry about who's on the other side of the mat, who's in your competition or who's in your bracket, just got to do what you know. ლეგიონის დარბაზში გაიმართა შავი ქამრების გადაცემის ცერემონია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ, რომ ეს ადამიანები არიან ქართული ჯიu-ჯიტსუს სკოლის გაზრდილი შავი ქამრები, რაც უპრეცედენტოა. გიორგი ხინჩეგაშვილი, ლეგიონის ინსტრუქტორი და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი გრეპლერი. ნონო ანდღულაძე, ვეტერანი სპორტსმენი, ოფილი ბოჯღალოსანი და უდიდესი წვლილი მქონე ამ სპორტის განვითარებაში. ირაკლი მგელიაშვილი, OG ლეგიონის წევრი და ყველაზე საშიში ბუღალტერი საქართველოში. სანდრო ბაცანაძე, ლეგიონის ინსტრუქტორი, მეტსახელად ჯადოქარი. და ბოლოს მე, თქვენი იუთუბერი და ლეგიონის დამფუძნებელი თემო მამაცაშვილი. მადლობა რიგში ალექს და მადლობა თემოს, რომ ეს მოდელი არსებობს. ამ პროგრეს საკუთარ წევრები ვართ ყველა. მადლობა დიდი. ტკივილის გარეშე ქამრის გადაცემის პროცესი არ არსებობს. ჩვენს გვაქვს ჩვენი წილის შუა საუკუნეების წამების მეთოდები, რომლებიც ამ ცერემონიის განუხელი ნაწილია. თუმცა აქამდე რომ მოხვალ, მეწმუნეთ, ეს უკვე შვებაა. უზომოდ გახარებული ვარ, სიტყვები არ ყოფნის, ალბათ ცოტა ერთი რამოდენიმე თვე დამჭირდება რომ გადავხარშო რა ხდება და ამ კამარს, რავი, პასუხისმგებლობა მოყვება, უფრო ძლიერი უნდა ვიყო. ეხლა გონია რომ ყველაზე უცუდი შავი კამარია თესოფლიოში, ვინმე თუ არის და რავი, კიდე სამუშაო მაქვს რომ გავამართლო ესა და მადლობა ყველას, ალექს მადლობა, ბიჭებს მადლობა, თემოს მადლობა, რომ ეს შესაძლებლობა მოგცა. Veteran sportsmenებს რომ სპორტული კარიერა გავაგრძელოთ. For black belt is just a white belt, okay? Only then you're starting to understand how much you don't understand. So those guys like going through phase 1 and now they're going to phase 2, okay? And it's not easy. It's not easy, but all of them can make it. I believe they made it so far, and I think they're gonna take the jiu-jitsu in Legion and the whole in Georgia to next level for sure. დღევანდელი დღე არის იმ დიდი შრომის კულმინაცია, რომელიც მრავალი წლის წინ დაიწყო და შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მართლაც განსაკუთრებული დღე არის საქართველოში. უკვე 5 შავი ქამარი ყავს საქართველოში გაზრდილი და ეს ნამდვილად ისტორიის ფურცელია, რომელიც დღეს დაიწერა. გულოსავ ყველას, ვინც დღეს აიღო შავი ქამარი, ჩემი თავის შათვლით, ასე ულოცავ ყველას, ვინც აიღო სხვა რანგის ქამრები და გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი თავის ასე ვთქვათ გზაზე, ჯიu-ჯიტსუს გზაზე და იმედი მაქვს, რომ მათაც ასევე ერთ დღეს ვიხილავ შავი ქამრის რანგში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით და თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და შევეცდებით კიდე შევქნათ დამატებით კონტენტი უფრო ხშირად. მადლობა.